გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 14-ზე გამოშვებაში ნახავთ. ქრონიკის ინფორმაცია დადასტურდა, გახარიას პარტია ზაზა თავაძემ დატოვა. დიპლომატიური სტანდარტების დარღვევა, როგორ აფასებს მმართველი გუნდი გერმანიის ელჩის განცხადებას. საქართველოს ხელისუფლების უწყვეტი კრიტიკის პარალელურად ევროპარლამენტმა გამჭვირვალობის რეგულაციები გაამკაცრა. ევროპარლამენტარი ტიერი მარიენი, რომელიც ერთ-ერთია, ვინც ანაზღაურებადი ლობიზმის კონტროლის მიზნით საერთო რეესტრის შექმნის ინიციატივას მხარი დაუჭირა, ამბობს, რომ დოკუმენტი იმ კანონს გავს, რომელიც საქართველომ 2 წლის წინ მიიღო. ევროპული სტრუქტურების ორმაგ სტანდარტზე ამახვილებენ ყურადღებას თბილისშიც. ნინი გოგიშვილია თემით პირდაპირ ეთერში. გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი უნდა იყოს მხოლოდ მათთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მქონე საქართველოსთვის კი არა. ამით დგომის ავტორები, რომ კონკრეტული ევრობიუროკრატები არიან, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რადგანაც საქართველოში 2 წლის წინ მიღებული კანონის შემდეგ ახლა უკვე ევროსტრუქტურებმა უცხოური ფინანსების გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე ღიად ალაპარაკდნენ და პირველი ნაბიჯიც გადადგეს. მართულ გუნდს ისიც კარგად ახსოვს, თუ როგორ ცდილობდნენ უცხოელი პოლიტიკური აქტორები უცხოური ჩარავებისაგან ქვეყნის დასაცავად მიღებული კანონი რუსულად მოენათლად, ახლა კი თავად ამ გზაზე დგანან. და რაც ყველაზე მთავარია, სახელისუფლებო პარტია კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ მათ მიერ არჩეული გზა ნამდვილად ქვეყნის დემოკრატიის დაცვაზე გადის, ამიტომ უსამართლო კრიტიკის მიუხედავად ამ გზიდან არ გადაუხვევენ. რაც შეეხება ხელისუფლების კრიტიკოსებს, ოპოზიციის რიტორიკა არც ევროპარლამენტში მიმდინარე პროცესებმა შეაცვლევინა, კვლავ ამტკიცებენ, რომ გამჭვირვალობის მიზნით მიღებული კანონები რუსულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ეს შეფასება ევროპარლამენტის მიერ გამკაცრებულ რეგულაციებსაც ეხება. რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანა ზრუნავს იმაზე, რომ გამჭვირვალე იყოს ფინანსები, თუმცა საქართველოში გამჭვირვალობაზე არ ზრუნავდნენ, იმიტომ რომ სინამდვილეში იყო დიახაც რუსული კანონი. გამჭვირვალობის საწინააღმდეგო ჩვენ არაფერი გვაქვს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ რასაც ოცნება აკეთებს, ეს არ ემსახურება გამჭვირვალობის მიზნებს. 1 წლის წინ გააჩერეს ევროკავშირში გამჭვირვალობის კანონის და დირექტივის მიღება, რომლის დასაბუთებაშიც პირდაპირ იყო განსაზღვრული, რომ თუ ევროკავშირი მიიღებდა აღნიშნულ კანონს, მაშინ ისინი ვერ გააკრიტიკებდნენ საქართველოს ხელისუფლებას. ეხლა როგორც ჩანს, გრძელდება აღნიშნული საკითხის განხილვა და თითქოს გამჭვირვალობა ის მნიშვნელოვანი არის მხოლოდ ევროკავშირისათვის და საქართველოს, რომელიც კანდიდატი ქვეყანა არის ევროკავშირში გაწევრების გზაზე, არ აქვს უფლება ჰქონდეს ინფორმაცია, საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რა თანხები შემოედინება ჩვენს ქვეყანაში. ხედავთ, რომ რაც ევროკავშირისთვის მისაღებია, ევროკავშირის მოქმედი ბიუროკრატიისთვის მისაღებია, ამის მიღებას გვიგზავნდნენ ჩვენ და პირდაპირ რუსულს უწოდებდნენ. ეხლა როგორც ჩანს, რუსული კანონის მიღებას თვითონ ევროკავშირის ბიუროკრატია აპირებს, რომ მიიღოს. ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც მუდმივად მოედინება ევროკავშირიდან, ბუნებრივია ევროსკეპტიციზმის საფუძველს ქმნის ჩვენ საზოგადოებაში. გამჭვირვალეობა, რაც არის ესოდან მნიშვნელოვანი ნებისმიერი დემოკრატიული ღირებულებისთვის და ევროკავშირისთვის, ასე უნდა იყოს, მათი აზრით საქართველოსთვის ეს იყო მიუღწეველი ბენეფიტი საზოგადოებისთვის, ხოლო მათთვის ევროკავშირში გამჭვირვალეობა არის მნიშვნელოვანი, ამიტომაც ისინი იღებენ რეგულაციებს, ხოლო ჩვენს ქვეყანას, ქართველებს აძაგებენ იმის გამო, რომ ზუსტად ანალოგიური რეგულაციები იყო თავის დროზე მიღებული ჩვენს ქვეყანაში. ეს ის ხალხია, რომელიც ჩვენ გვიწყავდა იმასთან დაკავშირებით, რომ გამჭვირვალობის კანონი მიიღოთ თავის დროზე. ქვეყანამ, რომელსაც არც ნატოს ქოლ გაქვს, არც ევროკავშირის წევრია, ჩვენ ვცდილობდით, რომ დაგვეცვა უცხო ჩარავებისგან ჩვენი სამშობლო და ამასთან დაკავშირებით გვაკრიტიკებდნენ. გახსოვთ თქვენ და რუსული კანონიც კი დაარქვეს ამ კანონს და დღეს ეხლა თვითონ ღებულობენ კიდევ უფრო მეტ გამკაცრებულ კანონს. ეს ორმაგი სტანდარტი, ეს პრინციპში ორმაგი სტანდარტიც არ არის, ეს უნამუსობაა. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ დიახ, როგორც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, ჩვენი სახელმწიფო ინტერესების შესაბამისი იქნება ისეთ კანონებსაც მივიღეთ მომავალში და ჩვენ ხვდებით, რომ ნაბიჯ აგერ ევროკავშირი მოყვება. ვინ არის ორგანიზაციის სპონსორი, პოლიტიკის რომელ სფეროებს ეხება მათი საქმიანობა და რა მოცულობისაა მათ სახელზე გაცემული დაფინანსება. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ყველა იმ ორგანიზაციას მოუწევს, რომლებიც ევროკავშირის ბაზაზე შექმნილ რეესტრში დარეგისტრირდებიან. მადლობა ნინი გოგიშვილს. ევროპარლამენტის მიერ გამჭვირვალობის რეგულაციების გამკაცრების პარალელურად საქართველოში გერმანიის ელჩი
ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონებს აკრიტიკებს, მათ შორის გამჭვირვალობის შესახებ კანონსაც. პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ ამ კანონმდებლობებით საქართველოს ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. ელჩი საუბრობს ოპოზიციასაც. ფიშერის ამ განცხადებას დიპლომატიური სტანდარტების კიდევ ერთ დარღვევად აფასებს მართველი გუნდი. შეგიძლიათ გქონდეთ უცხოური ძალის აგენტების და გამჭვირვალობის შესახებ კანონები, გრანტების შესახებ კანონი, მაგრამ ამ კანონებით ევროკავშირში ვერ გაწევრიანდებით. იგივე ეხება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ გატარებულ ზომებს. ლიბერალურ დემოკრატიაში მთავრობას არ შეუძლია აირჩიოს ოპოზიცია, არამედ მათ უნდა იურთიერთონ არსებულ ადამიანებთან. ის, რასაც ჩვენ გვიშლიდნენ და გვეუბნებოდნენ, თურმე როგორ შეიძლება აღნიშნული კანონების მიღება, დღეს თვითონ იღებენ. თვითონ დგავენ იმ ნაბიჯებს, ამკაცრებენ და იღებენ აღნიშნულ კანონპროექტს, რომ გამჭვირვალე იყოს ყველაფერი. ჩვენც მაგას ვაკეთებთ. ორმაგის სტანდარტის საუკეთესო მაგალითი აგერა ელჩი, არ ვიცი, ელჩი დავარქვა თუ რა დავარქვა ამ ადამიანს, თავისი ქმედებებით ელჩის გარდა ყველაფერია. და აგერ არის საზოგადოებამ განსაჯოს ყველაფერი, რასთან გვაქვს საქმე. საუბარი არის თუ არა გამჭვირვალობის კანონზე, იმ კანონზე, რომელსაც ახლა იღებენ და ამკაცრებენ ევროკავშირში. საუბარი არის თუ არა ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონზე და ამ კანონის გაუქმებას ხომ არ ითხოვენ. ნებისმიერი შანტაჟის მცდელობა და ევროკავშირთან დაკავშირებული განცხადებები ელჩაწოდებული ფიშერისა, რა თქმა უნდა, არის დეზინფორმაციული და ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ შფოთის შემოტანის მცდელობა ამ ადამიანს კიდევ ერთხელ მოუწოდებ, რომ ვენის კონვენცია წაიკითხოს სრულად, გაიაზროს მისი სულისკვეთება და თავი დაანებოს სრულის ტირაჟირებას. ქართული მართლმსაჯულების მორიგი აღიარება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხზე შეტანილი საჩივრები სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად გამოაცხადა და დაადგინა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა. სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა ის რეფორმებიც, რომელიც 2012 წლიდან სასამართლოს გაჯანსაღებისთვის გატარდა. როგორია სამართლებრივ დავაში წაგებულის პოზიცია, მარიამ ქართველიშვილია თემით პირდაპირ ეთერში. წაგებული მხარე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა, ევროპელ მოსამართლეებს საყვედურობენ, რატომ არ გაითვალისწინეს ნინო ლომჯარიას დასკვნა და ასევე ევროსაბჭოს განცხადებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების და მათი შერჩევის პროცესის შესახებ. განცხადებას ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმისთვის გასამართლებული ირაკლი ფირცხალავას მეუღლე აქვეყნებს. ყველაფერი პირიქითაა, რასაც ევროპის საბჭოს კიდევ ერთი ორგანოს ვენეციის კომისიის უამრავი ანგარიში ადასტურებს. გადაწყვეტილების ერთი პარაგრაფიც კი არ დათმობია სახალხო დამცველის მიერ აღმოჩენილ იმ სადავო საკითხებს, რომელიც თანაბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების დადებას, კერძოდ მათი მხრიდან ჩვენების მიცემას ფირცხალავას წინააღმდეგ და ფირცხალავასთვის მათი ჯვარედინად დაკითხვის შესაძლებლობის წართმევას ითვალისწინებდა. სახეზეა რეალური ევროპული სტანდარტები, რომლებიც ეყრდნობა ფაქტებს, მტკიცებულებებს და არა აღქმებს ან სუბიექტურ შეფასებებს. იუსტიციის მინისტრის მოადგილე, რომელიც ფირცხალავას საქართველოს წინააღმდეგ დავაში მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა, ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლო მათ მიერ წარდგენილი არგუმენტები გაიზიარა. სასამართლო ხელისუფლებისთვის კი ამჯერად ევროპელმა მოსამართლეებმა საკუთარი პოზიციით დაადასტურეს, რომ ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ აგორებული ხმაურიანი კამპანიები სასამართლოს მიზან მიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება. მე კარგად მახსოვს და საზოგადოებასაც კარგად ახსოვს, რა პროცესები იყო იმართებოდა დაწყებული ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან, რომელიც იშველებდნენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, გააგრძელებული და დასრულებული შემდგომ ეგრეთ წოდებული NGO სექტორის წარმომადგენლებით, რომლებიც გახვიროდნენ, რომ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი პროცედურა არის ხარვეზიანი, არ პასუხობს დემოკრატიის სტანდარტებს, შეაჩერეთ მორატორიუმი გამოაცხადეთ, არ განაწესოთ მოსამართლეები. ამის საპასუხოდ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შევაჩერეთ ეს პროცედურა და დღეს რას ხედავთ? მე ვფიქრობ, ყველაზე ავტორიტეტულმა სუბიექტმაც დაადასტურა ფაქტობრივად ამ საქმეებში, რომ შერჩევის პროცედურა არ ყოფილა თურმე ხარვეზიანი. ეს არის ჩემი აზრით საბოლოო დიაგნოზი იმ ორკესტრირებული კამპანიის, რაც სასამართლო ხელისუფლების მიმართ წლების განმავლობაში მიმდინარეობს, ეს კიდევ ერთი დარტყმა არის ამ ორგანიზებული კამპანიის. საერთაშორისო და შიდა აქტორებს ჩვევიათ ხოლმე, ეს არის მნიშვნელოვანი შეფასება მათ შორის უზენაეს სასამართლოს მოსამართლებთან დაკავშირებით, რადგან ევროპულმა სასამართლომ საჭიროდ ჩათვალა ძალიან დეტალურად მიმოიხილა ის რეფორმები, რომლებიც 2012 წლის შემდეგ განხორციელდა და განსაკუთრებით თუ როგორ ხდება საქართველოში მოსამართლეების თანამდებობაზე გამწესება,
მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებაზე არის საუბარი, რომელთაც უფრო გამჭვირვალე და მრავალეტაპიანი გახდა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების გამწესება. გადაწყვეტილება ასევე მნიშვნელოვანია მეორე კუთხითაც, რადგან ერთ-ერთი მომჩივანი იყო ირაკლი ფირცხალავა, ადამიანი, რომელიც პასუხისმგებაში მიეცა ბუტარობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ მის მიმართ მართლმსაჯულება განხორციელდა ევროპული სტანდარტების სრული დაცვით. ქართული მართლმსაჯულების მორიგი აღიარება სტრასბურგიდან მართველი გუნდისთვის დასტურია, რომ ეროვნული სასამართლოები მაღალი კვალიფიკაციით და მიკერძოების გარეშე განიხილავენ საქმეებს. რეფორმები კი, რომლის წინააღმდეგაც ქვეყნის გარედან და ქვეყანაში ზეწოლა მიმდინარეობდა, სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, როცა საქმე სტრასბურგს და ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხილებას ეხება სააკაშვილის პარტიაში ირაკლი ფირცხალავას საქმეს და მის სარჩელს არ იცნობენ. ამ პროცედურებს და ამ კონკრეტულ რეფორმებს ამოყოლია შედეგი, იმიტომ რომ რეჟიმმა გადაწყვიტა, რომ კონკრეტული კლანით ემართა სასამართლო სისტემა, რაც პოლიტიკური დევნის, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტად ქცევით დაგვირგვინდა სასამართლოსი, რაც ერთმნიშვნელოვნად იწვევს უარყოფით რეაქციას ყველა დასავლურ ინსტიტუციაში. სასამართლო საერთოდ განსახილველადაც კი არ იღებს საჩივარს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული ქართული ოცნების გუნდის მიერ გატარებული რეფორმები იქნება ეს მოსამართლეების უვადოდ გამწესება, მათი დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის, როგორც კონსტიტუციის დონეზე, ისევე ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით უზრუნველყოფა, ყველაფერს უსვამს და აფლავებს იმ მცდელობას, რომელთაც კოლექტიური ნაცმოძრაობამ და გარედან დაფინანსებული მდიდარი NGO-ები პირდაპირ დათქმას აყენებენ ხოლმე სასამართლოზე, რაც არ არის გასაკვირიც, რადგან თუ deep state ჩაიგდებს სასამართლო სისტემას, ესე იგი მას შეუძლია, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩაიგდოს ხელისუფლების ერთ-ერთი შტო ხელში და შესაბამისად ქვეყანაში არეულობაც კი გამოიწვიოს, რის მცდელობების სხვადასხვა მიკერძოებული მოსამართლის მხრიდან, მათ შორის 2024 წლის ნოემბერში ვნახეთ. სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი ძალოვანი მაღალჩინოსანი და მძიმე საქმისთვის გასამართლებული ირაკლი ფირცხალავა ბუტარობაქიძის მკვლელობის საქმეში მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის დადგენას ითხოვდა, თუმცა ევროპელმა მოსამართლეებმა თქვეს, რომ მომჩივნის საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევის ნიშნებიც კი არ გამოვლენილა. პირდაპირ ეთერში მარიამ ქართველიშვილი საუბრობდა. ქრონიკის ინფორმაცია დადასტურდა, გახარიას პარტია ზაზა თავაძემ დატოვა. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მას სოციალურ ქსელში დაწერა. ქრონიკის ინფორმაციით ზაზა თავაძეს გახარიას პარტიიდან წასვლა ჯერ კიდევ თვითმმართველობის არჩევნებამდე სურდა, თუმცა მაშინ მას პარტიის წევრებმა სთხოვეს არჩევნების წინ ეს გადაწყვეტილება არ მიეღო. დიდ მადლობას გიხდით ყველა თანამოაზრეს, თანამებრძოლს, მხარდამჭერს და საერთოდ ყველას, ვისაც მოსწონდა ან მეტიც არ მოსწონდა ჩემი პოლიტიკაში ყოფნა. თქვენი მხარდაჭერა, კრიტიკა და განსხვავებული აზრიც ყოველთვის იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი და ანგარიშს გასაწევი. დღეს მიმაჩნია, რომ არც ისე მარტივი, ალბათ უფრო რთული, მაგრამ ასევე პასუხისმგებლიანი ნაბიჯის გადადგმა მიწევს. კვლავ დავუბრუნდეთ ჩემს პროფესიულ საადვოკატო საკონსულტაციო საქმიანობას, სადაც პოლიტიკაში მოსვლამდე ვიყავი და იმავდროულად პარალელურად ბოლომდე მივიყვანო ჩემი სამეცნიერო კვლევითი პროექტი გერმანიაში, კერძოდ ვიურცბურგის უნივერსიტეტში, სადაც ნაშრომის დაცვის დასკვნით ეტაპზე ვიმყოფები. როგორც მე ვიცი, ის აპირებს დაუბრუნდეს თავის პროფესიულ საქმიანობას და იცით, რომ ის არის უმაღლესი დონის პროფესიონალი იურისტი. მუშაობს მათ შორის სამეცნიერო მიმართულებით და ეს არის და ეს მისი მიზანი ამ შემთხვევაში მხოლოდ ეს არის. გახარიელებს რო კითხოთ ნაციონალური მოძრაობის გახსენებაზე აჟრიელებთ, მაგრამ მათსავე წევრებში იყვნენ და არიან ნაციონალური მოძრაობის წევრები, მოქმედი წევრებიც და წარსულში ყოფილი წევრებიც, მაგალითად ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელიც იკავებდა უმაღლეს თანამდებობას და მანამდე იყო ადეიშვილის მოადგილე. იშლება ეს პარტია და ამეთ პარტიის წევრებს რომ გახარია პატივს არცემს, ეს სტიპენდიატი ცდილობს, რომ ადამიანები მიიტმასნოს მხოლოდ თავისი მიზნების განსახორციელებლად და შემდეგ ამ ადამიანებს უწოდებს ხოლმე დროებით პროექტებს, როგორც ერთ-ერთ ქალბატონ აგუფარდიასთან დაკავშირებით გააკეთეს, მისთვის ადამიანს მნიშვნელობა არ აქვს. თავარი არის მიღებული დავალება, რომელიც უნდა შესრულდეს ყველაფრის ფასით. ლიბერალური ფაშიზმის მორიგ გამოვლინებად აფასებს მართველი გუნდი იმას, რაც საკალათბურთო მატჩის შემდეგ გიორგი შერმადინის სიტყვას მოხვა.
გიორგი შერმადინმა ქართველი გულშემატკივრების წინაშე ბოლო თამაში ითამაშა. კალათბურთელი თითქმის 20 წლიან სანაკრებო კარიერას ასრულებს. მატჩის დასრულების შემდეგ მან მადლობა გადაუხადა ოჯახს, გულშემატკივარს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მის კარიერულ წინსვლაში წვლილი შეიტანა. სპორტის მხარდაჭერისთვის გიორგი შერმადინმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფოს და პრემიერ-მინისტრს. მის სიტყვას დარბაზში მყოფი რამდენიმე ადამიანის შეძახილი მოჰყვა. მე აიაგვარ მადლობა მერცო დღეს მე აიაგავარ თქვენ წინ და რა ვიცი ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადოთ ჩვენ სახელმწიფოს პატრონი პრემიერის მეთაურობით დიდი მადლობა პატრონი პრემიერო რასაც ნაკრების საკითხი დიდი მადლობა ყველაფერთვის, რასაც ჩვენ ნაკრებისთვის აკეთებთ. ეს ყველამ ძალიან კარგად უცით და რა ვიცი, ყოველთვის ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით რა ამისთვის. და რა თქმა უნდა, არ შემიძლია თქვა ბატონი ჯავახი თუხაშვილი, რომელმაც განსაზღვრა 30 ცალი ნაცი რაღაცას თუ იმას იზავს, რა ვქია, გააპროტესტებს, ამას არცებითი მნიშვნელობა არ აქვს. მეორე ცუდი რა არის იმაში, როდესაც ადამიანი რომელიც გამოხატავს მადლიერებას თუნდაც სახელმწიფოს მიმართ, იმიტომ რომ სახელმწიფომ ძალიან ბევრი გააკეთა სპორტის მიმართულებით და თქვენ როგორ ფიქრობთ ის შედეგები, რომელიც ჩვენ მივიღეთ სპორტში, იგივე კალათბურთში, იგივე ფეხბურთში, იგივე ძიუდო, ჭიდაობა, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. ეს შედეგები თქვენ როგორ ფიქრობთ, შემთხვევით მოდის? ლიბერალური ფაშიზმი მარცხდება მსოფლიოშიც. და რა თქმა უნდა, დამარცხებულია საქართველოში. მანქურთების რაღაც ის დამოკიდებულება, ის ტვენა და ეს არის კარგად ორკესტრირებული, ორგანიზებული აი ამ უსამშობლოების, ესე იგი, ქმედება ხელისუფლების წინააღმდეგ რა. მე არ ვიცი ხა რა უნდა ქნა, ვერაფერს ვერ იზამ, ისევ და ისევ გვებრალებიან ასეთი ადამიანები. ეს არის ეტალონი იმისა, როგორი უნდა იყოს სპორტსმენი, როგორ უნდა იყოს ქართველი და როგორ უნდა გაიტანოს საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე. ადამიანი კარიერას ამთავრებს და აკეთებს განცხადებას და ამას შემდეგ მოაყოლებ იმ ძალიან სულდაბალ აქციას, რომელიც ყველამ ვიხილეთ, მათ შორის სოციალური ქსელების მეშვეობით, ზუსტად ეს არის გარედან მართული, დაფინანსებული და წახალისებული ლიბერალური ფაშიზმის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ჩვენს ქვეყანაში გახლეჩილობის და ადამიანებს შორის ქიშბის ჩამოსაგდებად. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათა შორისი საკოორდინაციო საბჭოს მე-9 სხდომა გაიმართა. ღონისძიება სუსის უფროსის პირველმა მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ გახსნა. ლაშა მაღრაძემ რადიაციული და ბირთვული მასალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე გაამახვილა ყურადღება. მან ხაზი გაუსვა ამ კუთხით რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას. საბჭოს წევრებმა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხის შემცირების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და მიღწეული შედეგების შესახებ ანგარიში მოისმინეს. განიხილეს ამ მხრივ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, პრიორიტეტები და სამომავლო პროექტები. ღონისძიებას სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლების გარდა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს და ევროკავშირისა და გაეროს დანაშაულისა და სამართლის კვლევის რეგიონთა შორისი ინსტიტუტის წარმომადგენლები დაესწრნენ. სხდომაზე განხილული იქნა ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და სტრატეგიით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში. გარდა ამისა, უწყების წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია იმ უმნიშვნელოვანეს პროექტებზე, რომელიც ხორციელდება ჩვენს პარტნიორებთან ერთად. აღნიშნულ პროექტებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის შესაძლებლობის გაძლიერების მიზნით. ამავდროულად უწყების წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის შესახებ. დამწყერ საზოგადოებას წარუდგინეთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, როგორც არის დაკავშირებული ქიმიურ უსაფრთხოებასთან და საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებასთან, ასევე საუბარი ჰქონდა ბირთვული უსაფრთხოების კუთხით საანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ ღონისძიებებზე. განვიხილეთ არსებული საფრთხეები, სტრატეგია და სამოქმედო გეგმები, რომელიც შემუშავებულია უწყება
საერთაშორისი კომისიის მიერ და ვიმსჯელეთ სამომავლო გეგმებზე. მოგეხსენებათ, საქართველოს არის მნიშვნელოვანი აქტორი ამ მიმართულებით, საერთაშორისო უსაფრთხოების ამ კუთხით უზრუნველყოფის საკითხებში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. პირველ რიგში ხაზი გაესვა იმ საერთაშორისო თანამშრომლობას, რომელიც ჩვენ პარტნიორებთან ერთად გვაქვს. ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება ეს გახლავთ მსოფლიო დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და საქართველოს უნდა იყოს მზად ამ ყველა გამოწვევასთან დაკავშირებით და ყველა რისკებთან დაკავშირებით. დღევანდელი დღე ზუსტად ამას მიეძღვნა, რომ უფრო განვითარდეს და გაფართოვდეს უწყებათა შორის კომუნიკაცია. საკოორდინატო საბჭო არის ძალიან კარგი პლატფორმა, ეს არის მულტისექტორალური და ვფიქრობ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შეძლეთ ამ პრობლემასთან გამკლავებას, როგორც არის საფრთხეების პრევენცია, როგორც ეკოლოგიური, ადამიანის ჯანმრთელობის, ასევე ზოგადად ქვეყნის უსაფრთხოების მიმართულებით. 2025 წლის ოქტომბერში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6% შეადგინა, მიმდინარე წლის 10 თვეში კი ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.6%-ით განისაზღვრა. ზრდის წინასწარი მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. საქართველოს ეკონომიკა მაღალი ტემპით მიდის წინ 7.6% ეკონომიკური და რეალური ეკონომიკის 10 თვისა არის ძალიან კარგი შედეგი და ბუნებრივია წლიდან წლამდე საქართველოს უახლოვდება მიზანს გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. მიზანია რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტრაექტორია, რაც უზრუნველყოფს ის სწორი და თანამედროვე პოლიტიკა, რაც ეკონომიკური ზრდის მიმართულებით და ამ ტემპების შენარჩუნების კუთხით საქართველოს მთავრობა ახორციელებს. განათლების მინისტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ერთად ქუთაისში სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, სამინისტროს გადაწყვეტილებით მიმდინარე წელს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით ცენტრს 1.3 ლარზე მეტი გადაეცემა. ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს უმაღლესი სასწავლებლების მიერ დაფუძნებული პროფესიული მიმართულებები. 1.3 მეტი თანხა გადმოურიცხეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს იმისთვის, რომ მიმდინარე წლიდან დაიწყოს და 2026 წლის ზაფხულისთვის დაასრულოს სარემონტო სამუშაოები და დაახლოებით 900-დან 1000-მდე დაინტერესებული პირი ერთდროულად შეძლებს სხვადასხვა სპეციალობების მიმართულებით თავისი უნარების და კომპეტენციის განვითარებას. მე მინდა მიულოცო ყველა პირველ კურსელს სწავლის დაწყება და აქვე აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსი, რომ ქუთაისის პროფესიული განათლების ცენტრის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება მომავალ წელს. ქუთაისი პირველ საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს სახელწოდებით ქუთაისი მითი და ლიტერატურა მასპინძლობს. ფესტივალი იუნესკოს ლიტერატურის ქალაქის სტატუსის ფარგლებში ტარდება. საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში მონაწილეობენ მეცნიერები, ლიტერატურათმცოდნეები, მთარგმნელები, მწერლები, პოეტები, გამომცემლობები საქართველოდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან და იაპონიიდან. ძალიან ბევრი საერთაშორისო ფესტივალი გვაქვს ქალაქში, რომლებიც უკვე წლებია არსებობს და წლებია ფუნქციონირებს. დიდი იმედი მაქვს იმისთვის, რომ ჩვენს დღევანდელ დაარსებულ ფესტივალსაც დიდი გაგრძელება ექნება, დიდი ისტორია ექნება, იმიტომ რომ ჩვენი ქალაქის ისტორიაზე, ჩვენი ქალაქის კულტურაზე, ჩვენი ქვეყნის კულტურაზე არის მთელი თემა აგებული. ჩვენთვის ეს დიდი პატივია, მომავალშიც გავაგზავნებთ მსგავსი ფორმატის ღონისძიებების მასპინძლობას. სტუმრობს არაერთი უცხოელი პოეტი თუ მწერალი. თავად უნივერსიტეტის კონცეფციაში, უკვე ძირეულ ფუნდამენტურ კონცეფციაში დევს და ჩვენი სლოგანიც კი არის ადგილი, სადაც ცოდნა ქმნის მომავალს. აქ არ მოიაზრება მხოლოდ საუნივერსიტეტო აკადემიური განათლება, არამედ ზოგადი წიგნიერების კომპონენტები ძალიან დიდ როლს თამაშობს. 13 წლის განმავლობაში გვექნება ძალიან საინტერესო მოხსენებები, საუბრები იმაზე თუ რა წვლილი აქვს საქართველოს ქუთაისის მსოფლიო ლიტერატურაში და რა თქმა უნდა ეს პირველი საერთაშორისო ფესტივალი ქუთაისში და დარწმუნებული ვარ რომ მომავალ წლებშიც ეს ფესტივალი, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქალაქისათვის, კიდევ გაიმართება. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში თელავში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის გასვლითი შეხვედრა გაიმართა. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს, ლექტორებს, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მასწავლებლებს და აღმზრდელებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე ოჯახში ძალადობა და ონლაინ ძალადობა ქალებსა და გოგონებში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანების უფლებების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ძალიან დეტალური პრეზენტაცია გამართა და ერთგვარი ტრენინგი ჩაატარა ადგილობრივი მოსახლეობისათვის, იმისათვის, რომ რომ ცნობიერება ჰქონდეს ამაღლებული თუ რა ტიპის დანაშაულებზე არის საუბარი და ასევე რა რეაგირების ზრუნვის მექანიზმები არის სახელმწიფოს მიერ შექმნილი. ვისაუბრეთ იმ ძირითად გამოწვევებზე და აქტუალურ საკითხებზე, რომელიც აწუხებს ამ მიმართებით ჩვენ საზოგადოებას. იყო შეკითხვები ახალგაზრდობის მიმართ, რომლებსაც გაეცა მაქსიმალურად პასუხები, ამომწურავი პასუხები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც განსაკუთრებით ახალგაზრდებს და გოგონებს აწუხებდა. ბავშვებში მენტალურად უნდა ჩაჯდეს ის, რომ ძალადობა არ შეიძლება და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის მარტო ერთი ადამიანის, არამედ სოციალური პრობლემა, ყველას პასუხისმგებლობა და რაც უფრო ადრეულ ასაკში ჩაჯდება ეს ქვეცნობიერში, მით უკეთეს შედეგები გვექნება. შეხვედრაზე განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც იყო ქალთა მიმართ და ოჯახში ჩადენილი ძალადობა და დღეს მდგომარეობა ძალიან აქტუალურია, ონლაინ სივრცეში ჩადენილი ძალადობის სხვადასხვა ფორმები და ამასთან დაკავშირებით ძალიან მაღალი იყო ჩართულობა ამ მიმართულებით აუდიტორიის. ლაზური ნავის ერთადერთ ოსტატს მირიან ნუმანიშვილს ცოცხალი საუნჯის საპატიო სტატუსი მიენიჭა. ეს აღიარება ხაზს უსვამს ტრადიციული ცოდნის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რომელიც კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას უწყობს ხელს. ცოცხალი საუნჯის სტატუსის მიზანია უნიკალური ცოდნისა და უნარების უწყვეტად გადაცემის ტრადიციის შენარჩუნება. ლაზური ნავის დამზადების ტექნოლოგია საქართველოში უკვე ფაქტობრივად მივიწყებულია, არ არსებობს სახელოსნოები, სადაც შეიძლება დამზადდეს ეს ნავი. შესაბამისად, რადგან ჩვენ გვყავს მხოლოდ ერთადერთი ქართველი ოსტატი, ჩვენ მას განსაკუთრებული პატივი მივაგეთ. თუ ცოტა ხელგეწიფება, თუ ამ საქმესთან ახლოს ხარ, მაშინ ისწავლე აუცილებლად. არა მარტო ზღვის ცოდნა საჭირო, არამედ ტყეც უნდა იცოდე, არამედ ხესთან მუშაობა უნდა გიყვარდეს. ძალიან გვიხარია, რომ ეროვნულმა სააგენტომ ესეთ კარგი გადაწყვეტილება მიიღო. ეს არ არის მხოლოდ წამახალისებელი, ეს არის დიდი სტიმული და კარგი შეფასება, როგორც შეიძლება მოუარო ტრადიციულ კულტურულ მემკვიდრეობას. ქრონიკაში რეკლამის დროა, რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. ქრონიკა 14-ზე ამით დასრულებულია, ეთერში 16 საათზე დავბრუნდებით. დროებით.